მოგესალმებით შემოძრეფესება. ეს არის არხიტარის მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. საჯარო გაშლა შეგახსენეთ, რომ ეს საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენს თქვენთვის, მას ასე დავწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? რა ენერგიებშია ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში? წარმოთქვით მისი სახელი და ვნახოთ. ვინ ხარ შენ? თქვენი კარმული პარტნიორი. ადამიანი, რომელიც ანიკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში, შეიძლება იყოს მმართველი პოზიცია, შეიძლება იყოს ფორმიანი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში შემდგარი საკმაოდ სტაბილური ადამიანი, იმპერატორი ამავდროულად შესაძლებელია არ იყოს თავისუფალი, იყოს ქორწინებაში, ან თქვენი მეუღლე იყოს, ან უბრალოდ თქვენ იყოს მესამე პირი ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში აქ არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ შემდგარია, საკმაოდ რთული ხასიათების მქონე ადამიანია, თავისი წესებით და კანონებით ცხოვრობს, თუ მას არ ემორჩილებით, იცოდეთ, რომ ის აუცილებლად გავა იმ ურთიერთობაში, სადაც მისი წესებით არ თამაშობენ. კიდევ რა ხდება? თქვენ ძალიან სტაბილური პარტნიორი ხართ მისთვის, ძალიან სექსუალური, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. მაგრამ დღესდღეობით სიშორია. ნახეთ მენტალური სიშორი. აქ ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი, ჩაფიქრებული ადამიანი, დიდი ალბათობით ქორწინებაში იყო, ან ეხლაც მიდის ეს ქორწინება და ამ ორ ქალს შორის ეს არის თასების დედოფალი და პენტაკლების დედოფალი, ნიშნავს იმას, რომ არის სტაბილური ქალი მის გვერდით 24 შვიდზე ესე ვიტყოდი, მაგრამ ემოცია არის თქვენსკენ მომართული. გრძნობებით თქვენსკენ არის გადმოხრილი, თუმცა მის ცხოვრებაში ის სტაბილური პარტნიორიც ერთგვარად მნიშვნელოვანია, რომლის გამოც ხდება შეფერხება თქვენს ურთიერთობაში, ესე ვიტყოდი. კარგი, მოდი ვკითხოთ ესეთი რაღაცა. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? ფიქრობს, რომ აქ რესურსები დახარჯულია, ფიქრობს, რომ აქ ამოიწურა უკვე აბსოლუტურად ყველანაირი ენერგია. კუდიანი ქალის როლში ხართ, თქვენ ხართ კუდიანი ქალი მისთვის. ძალიან სექსუალური, ძალიან ენერგიული, ქურუმი ქალი, ნიშნავს შესაძლებელია ფარულ ურთიერთობებს რეალურად. არ არის თქვენი ურთიერთობა გამჟღავნებული, გამოსული, ყველასთვის ცნობილი, პარალელურად თქვენ გაქვთ რაღაცა ნიჭი, ძალიან ისეთი წინასწარმეტყველების, წინადგრძნობის და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემოძრეფესება ფიქრიც მსგავსია ამ ადამიანს თქვენს მიმართ, თუმცა ერთადერთი რასაც ვერაფერი ვერ მოუხერხა, ეს არის სექსუალური ურთიერთობა თქვენთან დამოკიდებულებაში და აი ეს იყო ყოველთვის მამოძრავებელი ძალა მისთვის, იმიტომ რომ მაინც გვერდხების პრინციპი ნიშნავს აი ამ სექსუალური ძალის ენერგიას. თა როგორ ჩქარობს დამივარდა ხელიდან. კარგი, მაინც ვიკითხოთ გრძნობებში კი ამომივიდა ეს. იცის რომ ძალიან გული გაჭკინა. გრძნობებში ხა ძალიან გაბრაზებულია. ძალიან გაბრაზებულია თქვენზე ნაწყენია, გაბრაზებულია აქ. საკმაოდ კარგი манипуляტორია, სხვათა შორის კონფლიქტი მოხდა თქვენს ურთიერთობაში, საკმაოდ მტკივნეული კონფლიქტი, სადაც გამარჯვებული ამ ეტაპზე არავინ არ არის, არც თქვენ, არც მეორე მხარე. აქ იყო ერთ სიტყვაზე, ერთ წამში აგორებული ძალიან ხისტი ენერგია, რამაც გადაჭრა და დაასრულა თქვენი კომუნიკაციაც, ურთიერთობაც შესაძლებელია, ну მტკივილი მიაყენეთ აქ ერთმანეთს აშკარად საკმაოდ დიდი. იმიტომ რომ ნახეთ, აი ეს ხლების ენერგიები ყველა ვარიანტში უდავოდ ნიშნავს ძალიან დიდი ტკივილის ენერგიას, ნახეთ რა ამბავია. ემოციებში უკვე ეს აქვს, ნახეთ, გარდა იმის, რომ აქ სექსუალური მიმდეჭულობა, აქ სიყვარულის ემოციას ამ წუთას არ განვიხილავთ, გარდა წყენის, გარდა კონფლიქტის, გარდა მცივი ენერგიების, აქ არაფერი არ განიხილება ამ შემთხვევაში. მოდი ვნახოთ. ნახოთ ესეთი რაღაცა. რას აპირებს თქვენთან დაკავშირებით? ეს აპირებს. უნდა რომ რაღაცა შემოგთავაზოთ, უნდა იმ ღრმა წარსულში დაბრუნება, სადაც იყო ძალიან ბევრი სითბოს ენერგია, იქ იყო ძალიან დიდი ურთიერთგაგება, პატივისცემა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ძალიან დიდ ილუზიას გავს, იმიტომ რომ ხდება რომ ამ ურთიერთობაში ეხლა რაც არ უნდა დაალაგდეს, ის წარსული აღარ განმეორდება. ამ წარსულის მოლოდინში შესაძლებელია მომავალიც დაკარგოს, წარსულის დევნაში შესაძლებელია მომავალიც დაკარგოს, აი ესეთი იქნებოდა სწორი კომენტარი, ამიტომ ვერ გადაუწყვეტია რა უნდა ქნას. რას აპირებ მაინც? აპირებ რამეს. ძალიან ტრანსფორმაციას გადის, საკმაოდ მტკივნეულ ტრანსფორმაციას, უკვე სხვა ჰორიზონტებს უყურებს. ფიქრობს, რომ იმ სხვა ჰორიზონტებში უფრო უკეთესი ვერსია შეიძლება აღმოჩნდეს, ან იპოვოს, ვიდრე ჰქონდა მას თქვენთან. თუმცა
მოქმედებაში უნდა რომ ნაბიჯი გადმოდგას, უნდა რომ ეს მზის ენერგია ამ საკმაოდ ძალიან დიდი სითბოს ენერგია აქვს თქვენს მიმართ, მაინც გამსჭვალულია ამ სითბოს ენერგიით და უნდა იმ სიყვარულის დაბრუნება, რაც მას ჰქონდა თქვენთან, იმიტომ რომ შეყვარებულები ამოდის, თუმცა სადღაცას თქვენი დისტანცияსაც ეშინია, თქვენი ხმლის ქნევის ეშინია, თქვენთან კონფლიქტის ეშინია, ეს შიშის ფაქტორები აქვს. ამიტომ რომ არ აღმოჩნდეს აი ესეთ გაურკვეველ სცენარში, რომელსაც ახლა მე ვთვლი, ხო, ფიქრობს რომ ჯობია სხვა ჰორიზონტებისკენ წავიდეს, ვიდრე დაბრუნდეს იმ წარსულში სამწუხაროდ, რაც უკვე დასრულებისკენ მიდის. მაინც დავსვავ ესეთ კითხვას, რა კი ესეთი ტენდენციები ტრიალებს, პაუზაა თუ დასასრული, იმიტომ რომ პაუზას ხედავ აშკარად, პაუზაა თუ დასასრული. არა, ბევრ თქვენთაგანთან პაუზაა ჩემთვის. 4 პერიოდი, 4 საათი, 4 დღე, 4 რიცხვი, 4 კვირის ტენდენცია, ის აუცილებლად გთავაზობთ რაღაცას მნიშვნელოვანს, აქაც თასები, აქ სიყვარულის ტუზია, ნახეთ რამხელა ღრმა ემოცია, გადმოდის, თასში ვეღარ ეტევა. ის ფაქტორი, რომ ეს ემოციები ძალიან აწვება ამ ადამიანს და ვეღარ იკავებს თავს, იმიტომ რომ გადმოედინება, აიძულებს ნაბიჯებს უახლოეს პერიოდში. და მხოლოდ ეს არის გულწრფელი და ნამდვილი ემოცია. რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე.